გამარჯობა, ეს არის განაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. დღეს 2 სიტყვით მინდა საერთაშორისო პოლიტიკისკენ გადავიზნიქო და მოგიყვეთ მეგობრებო თუ რატომ არ მიყვარს ზელენსკი. არა სიტყვა მიყვარს აქ სრულიად არამართებულია, რადგან რატომ უნდა მიყვარდეს პოლიტიკოსი, მით უმეტეს უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი შეიძლება პატივისცე ან არსცე, მაგრამ გიყვარდეს, მოკლედ ზელენსკის მე პატივს არ ვცემ და არ ვცემ პატივს იმიტომ რომ ჩემი აზრით ზელენსკი პოლიტიკოსი არ არის და ის რა დღეს უკრაინაში ხდება ამაში ლომის წილი მისი არაკომპეტენტურობის გამო ხდება. მეგობრებო, ქვეყნის პირველი პირის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ჩემი აზრით ისაა რომ შენარჩუნებულ უნდა იქნას ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად პირველი პირი ყველაფერზე უნდა მიდიოდეს. თუ საჭიროა აკოცოს, თუ საჭიროა მოეფეროს, თუ საჭიროა ნაზად უკბინოს, თუ საჭიროა მოისყიდოს კიდეც მოწინააღმდეგე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე შენი მეზობელია და გაცილებით შენზე ღონიერი და ძლიერი და ბირთვული მეზობელი. ჩემი აზრით ასე უნდა იყოს. ჩვენთანაც ხომ იგივე მოხდა 2008 წელს, როდესაც დემოკრატიის ბიჩოქს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ომი თავიდან რომ აეცილებინა. დიახ, ჩვენ ვიცით ომი როდის და რატომ დაიწყო, მაგრამ არ ვიცით რა კეთდებოდა იმისთვის ის უბედურება რომ არ მომხდარიყო. ყოველთვის მქონდა იმის განცდა, სააკაშვილის ადგილას სხვა პრეზიდენტი რომ ყოფილიყო ომს თავიდან ავიცილებდით. უბრუნდები ზელენსკის. მოკლედ პირველ რიგში მე მას პატივს არ ვცემ, იმიტომ რომ ქვეყანა გაწირა და აგრძელებს დანგრევის გზას. თვითონ ალბათ ძლიერთა ამა ქვეყნისგან უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები აქვს მიღებული. დარწმუნებული ვარ, როდესაც ყველაფერი დასრულდება და ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. 100 წლიანი ომის თავის დროზე 116 წლის მერე დასრულდა და დღეს ინგლისი და საფრანგეთი გადაბმული მეგობრები არიან. როდესაც ყველაფერი დასრულდება მეთქი, აგერ ნახავთ, რომ ზელენსკი თავის ცხოვრებას სადმე ფეშენებელურ ადგილას გააგრძელებს. ალბათ ლექციებსაც წაიკითხავს თემაზე მე და ჩერჩილი. გადავუხვი. მოკლედ ზელენსკიმ ომი არ აიცილა და მაქვს ასეთი ახმა, რომ ყველაფერი გააკეთა ომი რომ დაწყებულიყო. და მეორეც, მე მას არ ვცემ პატივს იმიტომ, რომ ის სრულიად უსამართლოდ ექცევა ჩემს ქვეყანას. და რატომ უნდა ვცე პატივი ადამიანს, რომელიც უსამართლოდ ექცევა ჩემს ქვეყანას. 21 წლის თებერვალში, როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ ყველანი ზელენსკები გავხდით. დიახ, გულშემატკივრობდით პირველ რიგში უკრაინას და მეორე რიგში მის გმირ, როგორც ჩვენ მაშინ გვეგონა პრეზიდენტს. იმ დროს ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა მთელმა სტაფმა ფული შევაგროვეთ და უკრაინაში გავაგზავნეთ. საინტერესო ის ფული თუ მივიდა დანიშნულების ადგილამდე. მოკლედ ტიპმა რამდენი იჩალიჩა რომ საქართველოს უდიდესმა ნაწილმა მისადმი გული აიცრუა. დიახ, მისადმი, მაგრამ არა უკრაინისადმი. ჩემი მეგობარი დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს. ამასთანავე მითხრა ზელენსკიმ და ერმაკმა როგორ მოახერხეს ქართველებთან საქმე ასე რომ გაიფუჭეს. არ მესმის რაში დასჭირდათ ესო. ჩემთვის კი გასაგებია რაშიც დასჭირდათ. უნდა აქ მეორე ცხელი წერტილის გახსნა. რუსული ძალების რაღაც ნაწილი ჩვენკენ რომ მოტრიალებულიყო. თუმცა მოტრიალება რა საჭიროა? აქ ყურის ძირში არ დგანან? დავიჯერო ჯვარი აქაურობას. რუსეთს საქართველოს რომ გადაებუგა უკრაინას ეს უშველი და რასაკვირველია ზელენსკელებმა მშვენივრად იცოდნენ რომ საქართველოს ომში ჩათრევა მათ არ უშველი და უბრალოდ სალაპარაკო ექნებოდათ მსოფლიოსთვის. ანუ შექმნიდნენ კარტინკას რომ აი რუსეთი რა ბოროტია, ყველა მეზობელს ანადგურებს და აბა ჰე ფული კიდევ მოგვეცითო. ის რომ რუსეთი როგორც ნებისმიერი იმპერია ბოროტია და რომელი იმპერია კეთილი განაასეთი არსებობს და ის რომ რუსეთი ბოროტია ეს მსოფლიო ზელენსკის გარეშეც იცის, მაგრამ ეთყობა ვინმე ჯონსონისებურმა შეუჩიშხინა ზელენსკის მიდი საქართველოს წამოაგე ანკეზზე და ამით უფრო მეტი იარაღი იქნება და იარაღი კი ფულია. გონია რომ
ასე იყო, თუმცა სინამდვილეში რა მოხდა და როგორ მოხდა, ამას მერე გავიგებთ. ან და არ გავიგებთ. ისევე ვერ გავიგებთ, როგორც მეორე მსოფლიო ომის დოკუმენტაციის რაღაც ნაწილი ჯერაც გასაიდუმლოებული რომ არქივებშია დაცული და ბევრ კითხვაზე პასუხი გაუცემელია. დიახ, ზელენსკის პატივს არ ვცემ და ძალიან მინდა რომ უკრაინა მოიშოროს ის მასხარა, რომელმაც ყველაზე უფრო იცით როდის მიქარა? მიქარა მაშინ, როდესაც პრეზიდენტობას დათანხმდა. კაცი, რომელსაც ერთი დღე არ უმუშავია მართლ სტრუქტურაში, ევროპის 40 მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტობას დათანხმდა. აი მისი პირველი ეგზისტენციური დანაშაული ის იყო. სხვა დანარჩენი კი ამას მოყვა. ეტყობა ზელენსკის დაავიწყდა ძველი ქართული ანდაზა, რომ ქვეყნის მართვა ლობიოს ჭამა არაა. და ბოლოს მეგობრებო, საბრალო უკრაინა არ იმსახურებს ასეთ ბედსა და ასეთ პრეზიდენტს. რა ქვეყანა დაანგრიეს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.